განათლების მინისტრის გაფრთხილება საჯარო სკოლების დირექტორებს ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიმართ სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სანიტარული ნორმები არ იქნება დაცული. დირექტორების ერთი ნაწილი დღეს მინისტრმა საპირფარეშოებში არსებული მდგომარეობის გამო გააკრიტიკა და მათ აუთვისებელი საბიუჯეტო თანხებით შეახსენა. ადრესატების შენიშვნას არ იღებენ. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო მოწესრიგება, სველი წერტილის, ასე ვთქვა და არ მოხდა. საქართველოს საჯარო სკოლებში არსებულ სანიტარულ მდგომარეობაზე განათლების მინისტრი მორიგ მწვავე განცხადებას აკეთებს. მოამბე რეგიონებსა და თბილისში რამდენიმე სკოლას ესტუმრა და ადგილზე ნახა, როგორ სანიტარულ ჰიგიენურ პირობებში უწევთ მოზარდებს სწავლა. გორის რაიონის სოფელ დუესში მდებარე სკოლაში ამ საფირფარეშოთი 270-მდე მოსწავლე დღეში რამდენჯერმე სარგებლობს. არ აქვთ საპონი, მოუწესრიგებელია სველი წერტილები. ბავშვებს ჰიგიენური ნორმების დაცვა განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ, რადგან ონკანიც გარეთ დგას. ხარვეზებია თბილისის სკოლებშიც. მაგალითად 171 საჯარო სკოლაში მოამბეს არ დახვდა ისეთი ელემენტარული ჰიგიენური საშუალებები, როგორიც საპონი და ქაღალდია. მოსწავლეებს დისკომფორტს უქმნის ისიც, რომ საპირფარეშოებში არ არის კარები. ძალიან ჭკვიანი არის ხოლმე ტუალეტები და თითქმის დიზინფექციას არ იცავენ მოკლედ. არის საშინელი სუნი, არ არის საპონი, ტუალეტის ქაღალდი, ხშირად ზოგჯერ წყალიც არ მუშაობს ხოლმე. არ მომწონს ტუალეტი, კარებებიც არ აქვს საერთოდ ტუალეტში. ამიტომ მე ვერ შევდივარ. განათლების მინისტრი პრობლემის მოგვარების გზას იმ სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაში ხედავს, სადაც სანიტარული ნორმები დარღვეულია. დირექტორები კი პასუხისმგებლობის დიდ ნაწილს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აკისრებენ. მათი თქმით, საჯარო სკოლებში ძალიან დიდი ხანია არ ჩატარებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც დასახელებული სააგენტოს დაფინანსებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო სკოლებისთვის ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ ჩაუტარებულიათ ესეთი შეკეთებები, კოსმეტიკურიდან დაწყებული გათბობის სისტემები დამთავრებული. 10 წელზე მეტია გათბობის სისტემები მუშაობს და დახმარება გჭირდება სკოლებს. სამინისტრო მთლიანად მუშაობს მაგაზე ეტაპობრივად რიგრიგობით სკოლები ყავთ შერჩეული, სადაც რეაბილიტაცია ხდება ძირიან ფესვიანად და იქ სველი წერტილებიც შეაქვს. სააგენტოში კი ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ სველი წერტილების კაპიტალური შეკეთება მათი ვალდებულებაა. დირექტორები კი მათ მოვლა დასუფთავებაზე არიან პასუხისმგებელნი. სკოლების ტუალეტებში და სანიტარულ ჰიგიენური ნორმებზე პასუხისმგებელი არის სკოლის დირექტორი. ნებისმიერ შემთხვევაში სააგენტო ვერ აიღებს ვალდებულებას, რომ სანიტარული ჰიგიენური ნორმა დაიცვას სკოლაში. საქართველოს სკოლებში არსებულ სანიტარულ მდგომარეობას ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ მედიის ჯგუფის მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის ნახვაც მაუწყებლის საიტზეა შესაძლებელი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის წელს 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.